12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე პავლოვას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინა. საღვთო ლიტურგია ჩატარდა გორის საკათედრო ტაძარშიც. სახარების თანახმად პეტრე ანდრია პირველ წოდებულის ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთ-საიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელმთავართა დავალებით მორწმუნეებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისაკენ მოუწოდა. ის ჯვარზე აღესრულა, თავდაყირა დაკიდეს, პავლეს კი თავი მოკვეთეს. ჩვენი ერით საქართველო მოციქულთა მსახურებისა და ქადაგების ადგილია. წმინდა ანდრია, სიმონ და მათათა მოციქულების ასევე არის გარდამოცემა, რომ საქართველოში იყვნენ და გაიარეს და იქადაგეს ინდოეთში, სპარსეთში მიმავალმა მოციქულებმა ბართლომემ და თომამ. შეგვეციოს ყველას მათი მეოხება და ხვალ ვიზეიმებ სვეტი ცხოვლის დღესასწაულს. ხვალ არის სვეტი ცხოვლობა, რამე თუ სვეტი ცხოვლის ტაძარი არის აშენებული წმინდა მოციქულთა სახელზე და ხვალ არის მისი დღესასწაული, ხოლო შემოდგომის სვეტი ცხოვლობას ჩვენ ვზეიმობთ, მოგეხსენებათ უფლის კვართის დღესასწაულს, რომელიც არის დავანებული წმინდა სვეტი ცხოველში. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ. მართლმადიდებელ საზოგადოებას, ქრისტიანებს ულოცავთ დღევანდელ დიდ წყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სიხარულს, ბედნიერებას უსურვებ, გამთლიანებას უსურვებ, ბედნიერ გაბწყინებულ საქართველოში ცხოვრებას უსურვებ. ერთთვიანი მარხვა იყო და მე ძალიან დიდი მოხარული ვარ, რომ ვინც მარხვას იცავს, ნამდვილად სულთა და ხორცით განიკურნება, იმიტომ რომ ძალიან ვიცი, რომ მე პირადად მორწმუნე ვარ, არ ვიცი ღმერთი რამდენად ამთulis, მაგრამ ვცდილობ, რომ ძალიან ახლო ვიყო ღმერთთან, მარხვაც შემინახო, ზიარებაცა და აღსარებად ჩავაბარ და ზიარებაც მივიღო და რა ვიცი, ის წესებს ვიცავ, რამდენადაც შემიძლია. მეც გისურვებ თქვენ მრავალ პეტრე პავლოვას ღმერთმა ჯანმრთელად და მშვიდობიან საქართველოში დაგასწრო და ასევე საქართველოს. დღეს დასრულდა ერთთვიანი მარხვაც, რომელსაც მორწმუნეები პეტრე პავლოვის მარხვას უწოდებენ.